სააკაშვილი გვარამიას წინააღმდეგ და გვარამია სააკაშვილის პირისპირ. დროა უკან აღარ მივიხედოთ იმ კონკრეტული ფიგურებისკენ, რომლებსაც გზა ევნათ. გაიყიდნენ და სიბინძურეებით უნდათ ჩვენი ყურადღების მიქცევა. რაზე ვერ შეთანხმდნენ ყოფილი თანაპარტიელები. სააკაშვილს არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა მისი Facebook პოსტებიდან გამომდინარე. და როგორ შეახსენეს ნაციონალებმა ყოფილ თანაგუნდელს წარსული. რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა, რომ ნიკა გვარამია მითაღლით რუსთავი ორში, დღეს უკვე ნაცნების აღიარებენ. დაუსრულებელი ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ფლანგზე. მარსელიდან თბილისში ჩამოტანილი ასობით აბიაკრძალული ნივთიერება და საცვალში დამალული ნარკოტიკი. დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 300-ზე მეტი MDMA საქართველოში მალულად შემოყავდა. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. რა სქემით მოქმედებდა დამნაშავე და რა სასჯელი ემუქრება ნარკორეალიზატორს. ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში გამოვლენილი 40 სამართალ დარღვევა. კონტროლს ვამკაცრებთ განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ხშირია უკანონო ნადირობის შემთხვევები. ჩვენი მიზანია სამართალდარღვევების პრევენცია. როგორ აკონტროლებს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერებს დრონებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეთერშია კურიერი 9 საათზე დღის ყველა მნიშვნელოვან თემასა და მოვლენას კურიერის გუნდთან ერთად ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. გზააბნეული გამყიდველი უსინდისო მატყუარა ყველაფრის მკადრებელი სინდისის დემენცია სააკაშვილი გვარამიას ახალი დაპირისპირება უკვე რამდენიმე დღე აგრძელდება. ყოფილი მეგობრები მოქმედ მტრებად გადაიქცნენ. ნაციონალური მოძრაობის ღირებულება პარტია ახალის წევრმა უკვე შეაფასა. ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მის ყოფილ გუნდს სულ რაღაც 4 მილიონად შეიძენს. მიხეილ სააკაშვილი კი ციხიდან გამოგზავნილი წერილებით ირწმუნება, რომ ჯერ პარტიაზე ფასდაკლება არ გამოუცხადებია. რითი დამთავრდება ბრძოლა წესების გარეშე სააშკარაოზე ის გამოდის, დამალვასა წლების განმავლობაში ყოფილი და მოქმედი ნაცები ცდილობდნენ. რუსთავი ორი და მთავარი არხი გვარამიამ გააკოტრა, გვარამიამ გახარჯა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტიც. ისინი ვინც ერთდროს ერთმანეთს იცავდნენ, ახლა ერთმანეთის სოდვებს ამხელენ, რაც მართველი გუნდისთვის თვითლუსტრაციის ნათელი მაგალითია. ძველებსა და ახლებს, ყოფილებსა და მოქმედ ნაციონალებს როგორც ჩანს, გასაყოფი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ. ოპოზიციურ ველზე დაწყებული პოლიტიკური ომი გრძელდება წარსულში თანამებრძოლს და დღეს მტრად ქცეულ გვარამიას ცეცხლის სააკაშვილმა ციხიდან გაუხსნა. მორიგი Facebook სტატუსი უფრო მკაცრი ტონით და მძიმე ბრალდებებით გამოაქვეყნა მისივე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 4 მილიონად დააფასა, საკნიდან შემოუთვალა, რომ პარტია ამ ფასად არ იყიდება. თავად კი გზააბნეული და გაყიდული ნაციონალურ მოძრაობას ფასდაკლება არ გამოუცხადებია და არანაირ 4 მილიონად არ იყიდება. უნდა გავერთიანდეთ და ჩემს თანამებრძოლებს და მხარდამჭერებს უნდა ვუთხრათ. დროა უკან აღარ მივიხედოთ იმ კონკრეტული ფიგურებისკენ, რომლებსაც გზა ევნათ. გაიყიდნენ და სიბინძურეებით უნდათ ჩვენი ყურადღების მიქცევა. მიხეილ სააკაშვილის ამ და სხვა Facebook სტატუსებში არათანმიმდევრული პოლიტიკა ამოიკითხეს გვარამიას გუნდის წევრებმა. პარტია ახალში ამბობენ, რომ წარსულის გახსენებითა და დაუსრულებელი ურთიერთბრალდებებით მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა მისი Facebook პოსტებიდან გამომდინარე. დაუსრულებელი ურთიერთბრალდებები არავის არ არგებს, არც მის პარტიას არ არგებს. რაღაც ეტაპზე მასაც მოუწევს ამის გააზრება. როცა საჯაროდ გადააქვთ რაღაცა გაურკვეველი შეთქმულების თეორიები, ეს აზიანებს საერთო ბრძოლას. ახალი დაპირისპირების ტალღა კი ძველ თანამებრძოლებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ჯერ სააკაშვილმა გააკრიტიკა გვარამია, შემდეგ ნიკა გვარამიამ დაადო ნაციონალურ მოძრაობას ფასი. ურთიერთბრალდებები კი იქამდეც მივიდა, რომ ანი წითლიძემ ყოფილ იდეოლოგს ტელევიზიების მძარცველი უწოდა და უახლესი წარსულიც გაახსენა. ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ რუსთავი ორი, მერე მთავარი არხი და შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გაძარცვა. ადამიანი, რომელსაც თვეში 85,000 ლარი და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ. ანაციფრიზება დაწერა სააკაშვილმა არ მაინტერესებს მართლა. მოსყიდულებს გეძახით, გაყიდულებს გეძახით. გავეც თვალაზე მასხო. ანაციფრიზება სახში არ აინტერესებს გასაუბრებს. პროცესები, რომლებიც ოპოზიციაში განვითარდა, ლოგიკურია მართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ თვითლუსტრაციის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ თავად აღიარა მათ მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელიც მანამდე ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა. ოპონენტებს შორის დაპირისპირების ურთიერთბრალდებების და პირადი
პირადი შეურაცხყოფის მიღმა კი ქართული ოცნება ფულისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ხედავს. ესენი იბრძვიან ფავორიტობისთვის, რომ გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიებით. და ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც ქართული ოცნება ვსაუბრობდით. პირდაპირ აღიარეს ნაცემა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად გაძარცვა რუსთავი 2. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, мотиваტორი არის ფულზე და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე და რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა და დაადასტურა, შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამია მითაღლით რუსთავი 2-ში. დღეს უკვე ნაცების აღიარებენ ერთადერთი ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თურმე ის იყო პოლიტიკური დევნა. ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება სინამდვილეში არის ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროცესი ქართული დემოკრატიისთვის, იმდენადაც საქმე გვაქვს ლუსტრაციასთან. ჩვენ ხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში მყოფი ლიდერების ურთიერთბრალდებებს, ასევე ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება. სწორედ ეს არის და სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ არ არსებობს მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ერთობა. მათი ერთადერთი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ ფული და ძალაუფლება. როდის და როგორ დასრულდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის პოლიტიკური ომი, ეს ჯერ უცნობია. იქამდე კი ერთ დროს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შორის მწვავე დაპირისპირება გრძელდება. გრძელდება ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოტანის და შენახვის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააგავა. მარსელიდან ჩამოსულმა მგზავრმა სამასიაბი MDMA ქვეყანაში საცვლებში დამალული შემოიტანა. აზერბაიჯანის 3 მოქალაქე კი მცხეთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონთან ერთად აიყვანეს. დაკავებულებს 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ემუქრებათ. საფრანგეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში მგზავრობა წინასწარი დაკავების იზოლატორში დასრულდა. 36 წლის მამაკაცმა ჩათვალა, რომ საზღვარზე ნარკოტიკების შემოსატანად ყველაზე უსაფრთხო ადგილი არა ჩემოდანი ან ხელბარგი, არამედ საცვალი იყო. კურიერის ინფორმაციით, სწორედ ამ ტანსაცმელში აღმოუჩინეს მარსელიდან ჩამოსულ მგზავრს 2 პაკეტად დაფასოებული 300 აბი MDMA. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანისა და გავრცელების საქმეთის მიზნით აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ პასუხისმგებაში მიცემას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 300 აბზე მეტი MDMA საქართველოში მალულად შემოჰქონდა. სამართალდამცავების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთკიცებათა ამოღებული. ბრალდებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის მუხლით უკვე წარედგინა. დანაშაულს აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპისთვის. საქართველოს გავეცდებით და პოზიციაზე ჯერ არა შემოღებებული. სადაც მოუჩინეს არ ვთქვი ამას შემთხვევაში. საქართველოს მოუჩინეს თუ ის გეუბნები რომ დუმილის უფლებას იყენებს პიროვნებად. ნარკოტიკების გადასატანად სხვა მეთოდს მიმართა აზერბაიჯანის 3 მოქალაქემ. ისინი მცხეთის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სოფელ წიწამურთან სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი აღმოაჩინა. ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ მისამართზეც, სადაც ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც ამოიღეს. სოფელ წიწამურის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე გადამოწმების მიზნით შევაჩერეთ ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. მანქანაში აგრეთვე იმყოფებოდა 2 პირი. ავტომობილის ჩხრეკისას ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. ასევე ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული პირები დავაკავეთ. ბათუმი და მცხეთა ორივე საქმეზე გამოძიება გრძელდება. დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისტორიული კურორტი აბასთუმანი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დასკვნით ფაზაშია. უკვე დასრულდა ცენტრალური პარკი, საბაგირო სადგურისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. სრულად განახლდა და ახალი ტელესკოპი დაღიჭრვა ასტროფიზიკური ობსერვატორიაც. ამჟამად მთავარი აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურაზე კეთდება. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის, ახალი ხიდებისა და 368 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა. პარალელურად წესრიგდება ობსერვატორიამდე მისასვლელი გზაც. მიმდინარე პროცესებს ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად გაიცნო.
საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული და უნიკალური კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარეობს წინა საპროექტო მოკვლევა, რომელიც შენობა ნაგებობების, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების, ქუჩებისა და გზების განახლებას მოიცავს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მოვინახულეთ მიმდინარე პროექტები ინფრასტრუქტურული ვარხანის გზა კონკრეტულად, რომელიც უერთდება აბასთუმანს, ასევე შემოვლითი გზა, ასევე ასათიანის ქუჩა და სხვა პროექტები, ობსერვატორიის გზა. ეს გზები ჩვენ რეგიონს და ზოგადად აბასთუმანს მიცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად გამართული იყოს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე უფრო მეტად გამართული იყოს და უფრო ადვილად გადაადგილდეს ჩვენი მოსახლეობა. ცენტრალურ ქუჩებზე უკვე დასრულდა საბაგირო სადგურის, ცენტრალური პარკისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. სივრცე ახალი გუმბათით და ტელესკოპით აღიჭურვა. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენერალური გეგმაც. დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია. განახლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გზების მოწესრიგებას ეთმობა. დავათვალიერეთ და მოვინახულეთ სამუშაო პროცესი შემოვლით გზაზე, გზა რომელიც დააკავშირებს კურორტ აბასთუმანს ზეკარის უღელტეხილით დასავლეთ საქართველოსთან და ასევე იქნება გამარტივებული წვდომა ქუთაისის აეროპორტთან. მთლიანობაში კურორტ აბასთუმნის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი. მოხდება მთლიანად სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნა. დღესდღეობით კონტრაქტორი კომპანია არის საკვლევ საპროექტო ეტაპზე, ჩართულები არიან ხელოვნებაცოდნეები, რესტავრატორები, რათა არ დაკარგოს აბასთუმანამ მისი ავთენტურობა, გამომდინარე იქიდან, რომ აბასთუმანის შენობები გამოირჩევა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობით. ამჟამად აბასთუმანში კურორტის განვითარებისა და მისი უნიკალური გარემოს შესანარჩუნებლად საგზაო და ურბანული მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ადგილზე გრძელდება 16 კილომეტრიანი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 3 ახალი ხიდი. დაწყებულია ობსერვატორიამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებაც. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ჩვენ აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ, ყავს გამარჯვებული. ამჟამად მიმდინარეობს აქტიურად დაპროექტების სამუშაოები და მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად დაპროექტდეს შესაბამის სპეციალისტების ჩართულობით დავათვალიერეთ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით მიმდინარე სამუშაოები აბასთუმნის შემოვლით გზაზე. იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები. ჩვენ ორ კომპანიასთან გავწყვეტეთ ხელშეკრულება, რომელიც აწარმოებდა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას და დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე თამამად ვთქვათ, რომ 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა დასრულებული იქნება. მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და ქართულ ფონდს და ბატონ ბიზინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ეს კურორტი ამ კურორტს დაებრუნებინა და ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით. თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ადგილზე კურორტის ეკონომიკური პოტენციალი გაიზრდება. აბასთუმანი კი საერთაშორისო ტურისტული მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. მსხვერპლი დასრულდა თავდასხმა შვედეთის სკოლაში. შეიარაღებული პირი შენობაში სასწავლო პროცესის დროს შეიჭრა და ცივი იარაღით ერთი არასრულწლოვანი მოკლა, 3 კი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე აიყვანა ადგილზე, სამართალდამცველები რჩებიან. სკოლაში კი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ანტიკრიზისული ცენტრი ამოქმედდა. მომხდარ ტრაგედიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე გამოეხმაურა. შეიარაღებული თავდამსხმელი შვედეთის სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეიჭრა. ამ დროს შენობაში 450 მოსწავლე იმყოფებოდა. 18 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. Killing one person and injuring 3 others. თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მედია წერს, რომ ის ძალადობისთვის მანამდეც იყო ნასამართლები. თავდამსხმელმა ერთი მოსწავლე მოკლა, 3 კი დაჭრა. ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ჩვენ 5 საათის განმავლობაში მძევლად ვიყავით აყვანილი, ძალიან გვეშინოდა. თავიდან ეს ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ შემდეგ თავინახე ბიჭი, რომელიც სულ სისხლში იყო ამოსრული. ყოველ შემთხვევაში ზურგის მხარეს მაინც. შემდეგ პოლიცია დავინახე.
პოლიციამ მალევე შეძლო მამაკაცის დაკავება. აყვანისას მათ თავდამსხმელს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. პირველმა პოლიციელმა შენობაში შესვლისთანავე მოგვახსენა, რომ პოლიციამ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა. იგი შემდგომ დააკავეს და ამჟამად პატიმრობაშია. ოფიცრები სკოლაში იმისთვის შევიდნენ, რომ შენობა დაიცვათ და შემდგომი ძალადობა აღეკვეთათ. მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ბავშვებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. ჩატარდა საგანგებო პრესკონფერენცია. ეს ძალიან შემაშფოთებელი და შოკის მომგვრელი ფაქტია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა, დამნაშავე დაკავებულია. ახლა ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ დანაშაულის მოტივი დადგინდეს. ჩვენი მიზანია ყველა ბავშვის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული. თავდასხმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი. განცხადება გაავრცელა სამეფო კარმაც. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ეს ტრაგედია განიცადა. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და გამოჯანმრთელებას უსურვებ დაშავებულებს. შვედეთში ქალაქ ფაგერსტაში სკოლის შენობას ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები. შემთხვევის ადგილი ლენტით არის შემოსაზღვრული. გამოძიება ახლა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის რა იყო მოტივი და ყავდა თუ არა თანამზრახველები თავდამსხმელს. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს. მოძრაობამ რიგით მეცხრე ოფისი რუსთავში გახსნა. ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, პარტიის ქვემო ქართლის წარმომადგენლად იაგო მაჩაბელი დასახელდა. გამოსვლებში პარტიის ლიდერებმა ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, სწორედ ეს საგარეო კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს რუსთავისა და ზოგადად ქვემო ქართლის ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პოტენციალს. დღევანდელი შეხვედრაც და სხვა რეგიონებში გამართული ღონისძიებებიც ადასტურებს, რომ ხალხში, საზოგადოებაში არის მოთხოვნა და დაკვეთა ახალ პოლიტიკურ სისტემაზე საქართველოში. ყველას კარგად ესმის, რომ აგენტების რევანშის მუდმივი საფრთხის, მუდმივი რევოლუციური ვითარებების შემოდგომა გაზაფხულზე პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობის პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება და ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენებს იმ მოცემულობას და შანსს, რომელიც შექმნა დღეს ახალმა მსოფლიო რეალობამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებებმა. საქართველოს აქვს შანსი, რომ გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამას სჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, მდგრადი და მყარი მშვიდობა. ჩვენ ქვემო ქართლზე განსაკუთრებით ვაკეთებთ აქცენტს, ვინაიდან ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი თავარი შინაარსი არის ჩვენ მეზობლებთან, მომიჯნავე ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიის, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო საზღვარი ქვემო ქართლში და სადაც მათი დიასპორული წარმომადგენლობა ძალიან დიდია, მათ ინტერესს ძალიან კარგად ერგება ეს ჩვენი ნეიტრალური საქართველოს კონცეფცია და ძალიან დიდი სიხარულით კი, ინტერესით ხდება ეს ადამიანები ამ ჩვენს ინიციატივას და ამ ჩვენი პარტიის დაფუძნებას. საქართველოს ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ადგილზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ყურადღება გამახვილდა მათი დროულად და ხარისხენად დასრულების აუცილებლობაზე. ამასთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების საშუალებებზე ისაუბრეს. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა, თუმცა პირველ 12 საათში ათობით მონადირე უკვე დაჯარიმდა. ბრაკონიერების გამოსავლენად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24 საათიან უმკაცრეს კონტროლზეა გადასული. აკრძალული იარაღი, გადაუხდელი მოსაკრებელი და ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობაც კი ასეთია პირველი დღის სტატისტიკა. ინსპექტორებმა უკვე ამოიღეს ფრინველის მოსაზიდი 19 უკანონო ხმოვანი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული მანოკი. დამღოების სწრაფად გამოსავლენად უწყება წელს უახლოეს ტექნოლოგიებს, დრონებს, თერმულ დურბინდებსა და მაღალი გამავლობის ბაგებს იყენებს. ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გრძელდება. დაშვებულ ტერიტორიებზე ნადირობა კი აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ 10-ლარიანი მოსაკრებელის გადახდით და დადგენილი წესების მკაცრი დაცვით.
მონადირეების ნაწილისთვის სეზონი ტრადიციულად მწყერზე ნადირობით იწყება. კანონმდებლობით ერთ მონადირეზე დღიური ლიმიტი მკაცრად განსაზღვრულია, მაქსიმუმ 20 მწყერი. მონადირეებისთვის სახეობებისა და რაოდენობრივი შეზღუდვის გარდა გაწერილია ნადირობის ვადებიც. მწყერზე, ქედანზე, გარეულ მტრედზე და კიდევ 5 სახეობის ფრინველზე ნადირობა 15 თებერვლამდეა ნებადართული. ვარ მონადირე, მაქვს დიდი სტაჟი ნადირობის, სეზონის გახსნის შემდეგ ხშირად ნადირობ ხოლმე საქართველოს ტერიტორიებზე. მოუწოდებ ყველა მონადირეს, რომ ინადიროს კანონის დაცვით. განსხვავებული ვადები და ტერიტორიული შეზღუდვები მოქმედებს წყალმცურავ ფრინველებზე. რუხბატზე, გარეულ იხვზე, ჭიკვარასა და კიდევ 8 სახეობის ფრინველზე ნადირობა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში 10 სექტემბრიდან დაიწყება. შეზღუდვებისა და ნადირობის წესების შესახებ სრული ინფორმაცია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ნადირობის მოყვარული ვარ, ძალიან ხშირად ვნადირობ საქართველოს ტერიტორიებზე. ყველას მოუწოდებ ინადიროს ლიმიტების დაცვით და არ დაგავიწყდეთ სანადირო მოსაკრებლეს შეძენა, რომლის ღირებულებაც გახლავთ 10 ლარი. ეს კი ფრინველების მოსაზიდი აკრძალული ხმოვანი მოწყობილობა ეგრეთ წოდებული მანოკია. ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 19 ერთეული უკანონო საშუალება ამოიღო. დაფიქსირდა ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობის 10 შემთხვევაც. დეპარტამენტმა ჯამში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა. კონტროლს ვამკაცრებთ განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ხშირია უკანონო ნადირობის შემთხვევები. ჩვენი მიზანია სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მოუწოდებთ ყველა მოქალაქეს ინადირონ კანონის დაშვებული წესებით. განსაკუთრებული სანქციები მოქმედებს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და კანონით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების ზონებში ნადირობის შემთხვევაში. ჯარიმა 3000 ლარამდეა. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი დიდია, შესაძლოა სისხლის ამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. მკაცრად განსაზღვრულია იარაღის ტიპიც. ჩვენი პატრულების ეკიპაჟები აღჭურვილი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო თანამედროვეს ხდის. მაგალითისათვის ჩვენ ვიყენებთ უპილოტო საფრენ აპარატურას სხვადასხვა მიუვალ ადგილებში, ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც გვეხმარება აღნიშნული ფაქტების უფრო ეფექტიანად გამოვლენაში. ჩვენ ასევე გვაქვს ღამის ხედვის სხვადასხვა ტიპის სპეციალური საშუალებები, რაც მარტივს ხდის მათ შორის 24 საათიანი პატრულების დროს სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენას. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში ბრაკონიერობის შემთხვევები შემცირებულია. დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ტექნოლოგიები ასრულებს. ნადირობის მოყვარულებისთვის კი წინ კიდევ რამდენიმე თვეა. ნადირობის სეზონი 1 მარტს დასრულდება. და როგორ დავიცვათ თავი მზის მავნეზე მოქმედებისგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს. ულტრაისფერი გამოსხივება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ის აზიანებს სკანს, ხანგრძლივი ზემოქმედება კი ნაადრევი დაბერებისა და კიბოს რისკებს ზრდის. სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ მძიმე დამწვრობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ცხელ სეზონზე მზის სხივების ქვეშ დასვენება გარდა სასიამოვნო დროის გატარებისა, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხესაც გულისხმობს. ხშირია გადახურება და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები. მზისგან დამწვრობის ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს უშუალოდ მზეზე ყოფნისას, ან მზის აბაზანების მიღების დასრულებისთანავე, მაგრამ რამდენიმე საათში დაიწყოს კანის სიწითლე, წვის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება და მაღალი ტემპერატურა. თვითონ სახელმწიფოს ქმედება მზის დამწვრობა, გადახურება და ეგრეთ წოდებული მზით დაკვრა. ძალიან ხშირია ხოლმე სამწუხაროდ კომბინაციაში სამივე დაზიანება ერთად. ჩვენი ორგანიზმი იმწუთას არ გვეუბნება, რომ სერიოზული დაზიანება გვაქვს, ამას ჭრილში გადასვლით და საღამოს უფრო ხვდებით, მაგრამ როცა ძალიან ძლიერი ტკივილი, ძალიან ძლიერი ქავილი, გონების დაბინდვა, ღებინება, გულისრევა ის არის ნიშნები, როცა ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმი გვეუბნება, რომ პაციენტს სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, მაგრამ თავი და თავი არის ძალიან ელემენტარული. ეს არის მზისგან დამცავი კრემი და ეს არის განსაკუთრებული საათობრივი რეჟიმის დაცვა. დერმატოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას განმეორებითი დამწვრობის საფრთხეზე. სპეციალისტების განმარტებით მზის ულტრაისფერი გამოსხივება აზიანებს კანს, ხანგრძლივი ზემოქმედება კი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ზრდის კიბოს რისკს.
ზოგადად კანის მზით დამწრობა შეიძლება იყოს პრობლემატური როგორც ახლო პერიოდში, ასევე რამდენიმე წლის დაწყებლის შემდეგაც კი. შესაძლებელია რამდენიმე წლის დაწყებლის შემდეგაც კი ამ უკონტროლო მზით გაროჯვამ გამოიწვიოს კანის ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა. ეს არის ბაზალურჯერდოვანი სიმსივნე, ბრტყელუჯერდოვანი სიმსივნე და კანის მელანომა. რჩევა დერმატოლოგისგან ეს არის მზისგან დამცავი ფილტრის რეგულარული გამოყენება. აუცილებელია სწორად შევარჩიოთ დაცვის ფილტრი, უნდა მოხდეს შერჩევა ასაკის კანის ტიპის მიხედვით, ასევე ვინაიდან ბავშვთა ასაკში რეკომენდირებულია უფრო მინერალური ფილტრების გამოყენება, რომლებიც ძალიან კარგად იცავს კანს მზის მავნე გამოსხივებისგან, რაც შეეხება თვითონ წასმის წესს აუცილებელია მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით წავისვათ დამცავი ფილტრი და შემდგომ გავიდეთ მზეზე. თუ დამწრობის რისკების გათვალისწინება ვერ მოხდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი მკურნალობა. არ გამოვიყენოთ ხალხური მეთოდები და მოვუაროთ დამწრობას სააფთიაქო პრეპარატებით. იმ შემთხვევაში კი თუ მდგომარეობა უარესდება, მივმართოთ ექიმს. მზეს აქვს მნიშვნელობა ორგანიზმის შევსებისათვის დ-ვიტამინით. თუმცა დამწრობამ შესაძლებელია განაპირობოს კანის სხვადასხვა ტიპის დაავადებები და გადაჭარბებული ექსპოზიცია მზისადმი მიზეზი შეიძლება გახდეს ამ დაავადებების განვითარებისა. რაც უფრო მაღლა მზის დგომა, მით უფრო მაღალია მზის გამოსხივება და შესაბამისად შუა დღისით, როდესაც მზის დგომა ყველაზე მაღალია და შესაბამისად ინდექსი გამოსხივებისა აჭარბებს სამს, აუცილებელია დავიცვათ სხეულის ზედმეტი გამოსხივებისაგან. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ მზეზე დასვენებისას გართულებები და დასვენება იყოს მართლაც სასიამოვნო, უნდა გავითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები. მზეზე ვიყოთ მხოლოდ დილის და საღამოს საათებში. გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, ქუდი და სათვალე. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძე გრანდიოზულ ლაივ შოუს მართავს. ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით იმყოფება. სპეციალურად კონცერტის აკომპანიმენტისთვის კი საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა. რაც გადავიდი 2 წელია ლოს-ანჯელესში, როგორც არტისტი, მე უკვე ვგრძნობ იმ განსხვავებას, აი ძველ ნუცასა და ახალ ნუცას შორის. მინდოდა ამ შოუთი, აი რაღაც აი რაც ეს ამ 2 წელში დავაგროვე, ხო? აი ცოდნა, აი რაც თქვა აი ვინც მოძრაობების სცენაზე, ჩემი ახალი სიმღერები, ჩემი ახალი ალბომი რაც ახლა გავაკეთე, ასევე 2 სიმღერის პრემიერა იქნება დღეს ამ სცენაზე. აი ეს ყველაფერი მინდოდა გამეერთიანებინა ამ კონცერტში და ჩემი ქართველი მსმენელისთვის გამეკეთებინა ესეთი შოუ. გვაქვს პრეტენზია, რომ იყოს ისეთი ელემენტები დატვირთული, რომელიც ცოტა უცხო იქნება ქართველი მაყურებლისთვის. ამას ყველაფერს ემატება ის, რომ ეს არ არის მარტო ქართული, ასე ვთქვათ, ქართული შოუ, ეს არის ქართულ-ამერიკული შოუ, ამერიკულიც უმაგრესი და ძალიან მაგარი მუსიკოსებით და ვფიქრობ, რომ ის მაყურებელი, ვინც დაესწრება დღეს დარბაზში ამ ღონისძიებას და ამ შოუს და ის, ვინც ნახავს საბოლოო ჯამში სატელევიზიო ეთერით, მიიღებს ძალიან დიდ სიამოვნებას. კურიერი 9 საათზე ამით დასრულებულია. არ გადართო წინ კომედიური სერიალი მიხო და მარო გელოდებათ. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.